საყვარელო გამომწერება, მოგესალმებით ხათა და სანდრო ბორჯომის ხეობიდან. მინდა განახოთ რა სილამაზეა, ყველაფრის კეთება რო გიხარია და ბედნიერი დილა გამითენდა. ბევრი წლებია გიორგის გარდაცვალების მერე, ვერა და ვერ დავიწყე, ესე ვერ ვიცავდი მოკლედ, ხო, ეს არის ჩემი სისუსტე და ვაღიარებ, ვერ ვიცავდი მარხვას და თუმცა ვთვლი რომ ყველაზე დიდი მარხვა არის სიკეთის კეთება. და სულ ვცდილობ ადამიანებს სიკეთე გაუკეთო, მაგრამ ჩვენი სულისთვის აუცილებელია მარხვა და მე ბედნიერი ვარ, რომ უფალმა მიმიყვანა იმ დონემდე, რომ მთელი ოჯახით სანდროც დამიდგა გვერდში, მიშოს ძალიან გაეხარდა, იმიტომ რომ მიშო ყოველთვის მიშო უკვე 1 წელია მარხულობს და ძალიან მიხარია და დავიწყეთ ყველას გილოცავთ საშობაო მარხვის დაწყებას, ჩემო საყვარელო მეგობრებო, ძალიან ამაღლებულ ხასიათზე ვარ და ეხლა მინდა სამარხო ხათოს ბრენდული ცომის რეცეპტი შემოგთავაზოთ. აქ არის ლიტრა ნახევარი თბილი წყალი. შეგიძლიათ თბილი წყალი გააადუღოთ, გააგრილოთ, მე უკანიდან ჩაასხათ, როგორც გაგეხარდებათ, ლიტრა ნახევარი. ეხლა უყურეთ, გაუკეთებ მარილს აუცილებლად, ამდენი მარილი, შაქარი, 1 კოვზი შაქარი და კარგად ამოუვიოთ. ნახეთ. მარილი და შაქარი უნდა კარგად გაბნეს. ცომი გამოგივათ აბსოლუტურად ყველას. ინახება მაცივარში, ეს ცომი ამოდის მაცივარში, გამოაცხობთ ღვეზელებს, გამოაცხობთ ლობიანებს, გამოაცხობთ კომპოსტოში გთავსით, გამოაცხობთ კარტოფილიანებს, ყველაფერს მარხვაში ძალიან დაგეხმარებათ. ესე ამოვიღე ახლა მე, ნახეთ, ეს არის სამარხო მაიონეზი და ჯერ ახლა ბორჯომში ვერ გავაკეთე უბრალოდ, იმიტომ რომ სწრაფად მინდოდა ცომის მომზადება. 1 სავსე უყურეთ, 2 სამარხო მაიონეზი. მე აუცილებლად შემოგთავაზებთ სამარხო მაიონეზის რეცეპტს სახლის პირობებში. ესე ამოვთქვით, ნახეთ. გადავდოთ ეს მაიონეზი, აღარ გვინდა შაქარი, აღარ მინდა. რეცეპტს რა თქმა უნდა დავაწევ. სამარხო მაიონეზი გავუკეთე. ეხლა უყურეთ, ეს არის ზეთი მეოჯუზე, ანუ საოცრება. ქართულ აზერული თუ არ ვცდები კომპანია უშვებს და ძალიან მომწონს და ეხლა უნდა ჩავასხათ აქ თვალის ზომით 1 2 3 4. მე თვალის ზომით მიყვარს ყველაფრის გაკეთება. ეხლა სულ ვცდილობ ხოლმე, რომ თქვენთვის დავდო ხოლმე ისეთი ზუსტი პროპორციები და უყურეთ ჩვეულებრივ ჩემი საბაზისო ცომს როგორც ვაკეთებ. ეხლა ამას მოვაფრქვევ ასე საფუარს, აქ არის 2 ჩაის კოვზი, მეტი არ უნდა. ესე და სანამ გააქტიურდება 5 წუთში დაგიბრუნდებით, თან მოვიშორებ ლაქს თითიდან, რომ ცომი ხელით ვიმუშაო ცომთან. ესე ნახეთ, სანდრო დამერწმუნება, რომ ეს არის როგორც პასკას, ყველაფერს ერთ და იგივე ინგრედიენტები ჭირდება, მაგრამ სხვადასხვა ადამიანები, კულინარები, მე ჩემთავს არასოდეს არ უწოდებ კულინარს, იმიტომ რომ მე სახში ჩემთვის რაღაცას ხვაფორთობ. ქალბატონები მე სხვადასხვა ინტერპრეტაციით ვიგონებთ რაღაცას და დღეს დილით შემიძლია ასე ვთქვა, რომ ძილშივე უკვე ვიცოდი, რომ რა კომპონენტები უნდა შემეერთებინა, რომ უგემრიელესი სამარხო ცომი მიმეღო. და მე სანდრო ეგრევე უთხარი მომიტანა, რა თქმა უნდა, დაუზარელია. ჩემი სანდრო უკვე შეიძლება ცომთან მუშაობა და ესე ვთქვათ, ნამდვილად ჩემი შექმნილი ცომია. უარყოფით კომენტარებს, რაც გინდათ დამიწერეთ, აღარ უპასუხებ, იმიტომ რომ აღარ მინდა მოკლედ რომ ვიღაცას რაღაცა უპასუხო, ვიღაცას რაღაცა დაუმტკიცო, მირჩევნია რომ ყველას მიუტევო და
შვიდად გავატარო ეს მარხვა და ზოგადად მინდა რომ ყველაფერზე შევინარჩუნო უკვე ისეთ ასაკში ვარ რომ მინდა რომ ადამიანები გულით და სულით შევიყვარო ყველანაირი ადამიანი ყველას თავისი აზრი აქვს რაც გინდათ დამიწერეთ აი ხა ამას ესე მოურევ და აქ არის 2 კილო ფქვილი აქ არის ლიტრანახევარი წყალი 2 კილო ფქვილი ნახეთ აი როგორ გავცერი რომ ჟანგბადისგან გავამდიდრე რომ უფრო ფუმფულა და კარგი ცომი გამოგვივა ნახეთ, ეხა შევაერთებ და დაგიბრუნდებით. ეს ცომი 10 დღეზე მეტ ხანს გეყოფათ, იმიტომ რომ მაცივარში ინახება ზოგი თუ გინდათ გაყინეთ და ნახეთ რამდენი რაოდენობა გამოგივათ, ბევრი რაოდენობა გამოგივათ, ჯერ ხის კოვზით ვმუშაობ და ეხა გადავალ ხელით უკვე აი ხო ვატყობ რომ უკვე ხის კოვზი რო ძნელად ამოდის. სანდრო გააჩუმე რა. და ეხა გადავალ უკვე ხელით ზელვაზე. აი ჩემი ცომის სიფუმფულის და სიგემბრიელის საიდუმლო იცით რა არის ახლა აქ ხო საფუარია რა თქმა უნდა ეხლა რატო არ ვზელ ხო იცით რომ ბლენდერები და ცომსაზელები მაქვს განსაკუთრებით აი ჯიჯი ჰაუსში რო ვიყიდე 8 ლიტრიანი ცომსაზელი ძალიან კმაყოფილი ვარ შემეძლო მომეზილა მაგრამ აი ხელში უნდა ხელშივე ახლა ნახეთ რამდენი ხანს მოვზელ ამას ხელშივე უნდა ამოვიყვანო საფუარი ხელში საფუარი არ უნდა შემხვდეს და უკვე ეს ცომი არ უნდა იყოს ძალიან ჩამაგრებული და აი თქვენ ნახავთ როგორი კონსისტენციის იქნება რომ ამას ცელოფანში გადავაფარებ უკეთესი იქნებოდა რომ გვიან ღამით მოზილეთ ხოლმე რომ მეორე დღეს გამოაცხოთ მაგრამ ვინაიდან ახლა სანდროს ასწრაფოდ შიგთავს საკეთებს და ღვეზელი უნდა მე 1 საათი მაინც უნდა გამოვატარო 1-2 საათი და მე მაცივარშივე ამობუშბუშდება ეხლა ამას დავასრულებ მოზელვას და გაჩვენებთ კიდე აი რა მელოდება საიდუმლო ინგრედიენტი უნდა ჩავამატო და კიდე ერთი საიდუმლოება აი ფქვილს რომ მოაყრით უკვე ნახეთ სანდრო 1 წუთი შეგიძლია დამეხმარო 2 წუთი მოდი აი ფქვილი კარგად მე აი ბოლოს უკვე ფქვილს რომ მოაყრით და უკვე რომ დასრულებისკენ მიდის თქვენი ცომი და ხელში ამას გრძნობთ აი სანდრო ეხა ეს ცხიმი ცოტ-ცოტა ჩამისხი აქ აი ცოტ-ცოტა ხო ხდები აი თუ გინდა აქ დამისხი ხო ცოტ-ცოტა მიდი ეს არის შემოსაყვარელო მეგობრებო 100 გრამი 150 გრამი 130 გრამი იქნება მეტი არ იქნება შეიძლება 100 გრამიც იყოს დაჩა რომლითაც მე ხშირად შემოგთავაზებთ სამარხო ნამცხრებს, სამარხო ცომებს. სპრედებით არ შეიძლება. როგორ არ შეიძლება ოდა სპრედით მშვენივრად გამოვაცხობ, კრემსაც გავაკეთებ. მე ოდა სპრედი რაღაცა. არა, ეს დაჩა, ეხა დაჩათი მინდოდა რომ ეს გვეცადა ეს პრინციპი. არა, გვეცადა კი არა, შენ ნახავ ეს რა ცომი იქნება, მიდი. და მე იტყვი რომ ხო უცებ მოვიგონე დილითვე. თავში მომივიდა, შეხო დამერწმუნები რომ არავისგან არ ამიღია ეს ცომი. აჰა. და მიდი კიდე ცოტ-ცოტა. აი ნახეთ, აი ამ ცხიმით ვასრულებ მე ამ ჩემი ცომის მოცომვას ესე ვთქვათ. არ ამოვაგუნდავებ ჩემო საყვარელო მეგობრებო. ამას დიდ ცელოფნის პარკში ჩავდებ და მაცივარს გამოვატარებ აუცილებლად და ყოველთვის ჯობია რომ სანდრო შენი ბრალია ეხლა მიდი ეს რომ მე წუხელ მომეზილა გვიან ჩამოვედით უბრალოდ 12 საათზე და ვერ მოვზელდი უკეთესი იქნებოდა ანუ წინა ღამით მოზილეთ მე 1-2 საათს გამოვატარებ ხალხი არ დამეწვა მიდი ბოლომდე შეიმასქენი კარგად თითით მიდი ჩაფხიკე არა კაცო რა თითით შენახენებ მენანება კარგით აი მოკლედ ხა დავასრულებ ამას სანდრო შიგთავს ამზადებს ღვეზელების შიგთავს და არცალია ამიტომ ბუზღუნებს და განახებთ ეს რაც სომია გოგოებო ხათოს